სხვანაირად დავაყენე და ვნახოთ ახლა რა იქნება. მაგალითად, იგივე საკითხზე საუბარს. ყველაზე ხშირად გაშულებული ბავშვები აწყდებიან შემდეგ პრობლემას, რომ დედები არ ამბობენ მამების გვარს. არა და ეს ჩვენთვის არის როგორი სასაცილო მნიშვნელოვანი რაღაც, იცით რომ ანუ როგორც ერთი გვარია ჩვენთვის აუცილებლად მნიშვნელოვანი, ის იგივენაირად არის მეორე გვარის ოდნავ მნიშვნელოვანი, ხო, იმიტომ რომ საქართველო არის ძალიან პატარა. ნებისმიერ დროს შეიძლება გადავაწყდეთ ჩვენ ათესავს. აი ამის ახსნა რომ იცოდეთ უკვე სირცხვილია, მაგრამ მაინც რომ იცოდეთ რომ ის რომ თქვენი გაჩენილი შვილი გადააწყდება თავის ნათესავს და მას არ ეცოდინება რომ ის ადამიანი მის ნათესავი არის იქნება თქვენი ბრალი, იმიტომ რომ არ ამბობთ მამის გვარს. 90%-ში აი ეს შემთხვევა გვაქვს რომ მამის გვარს კატეგორიულად არ ამბობთ. პასუხი ხშირ შემთხვევაში არის ესეთი. მამა მოკვდა. მოკვდა, არავინაც არ მომკვდა, არა გადასარევად არის ცოცხალი. ანუ შეიძლება გარდაცვლილი, მაგრამ 90% ვისაც ვყოლოთ, მამებს არიან ცოცხლები. ანუ სხვა შეიძლება რომ აი ძალიან ისი ადამიანურად მივიდგეთ ამ საკითხს და უთხრათ რომ იცი რა, შვილო, ან არაშვილო ადამიანო. აი ესე მოხდა, ამა და ამ წელს ესე მოხდა, ის კაცი იყო ეს. Ну, მოხდა ისე რომ მე ვერ შევძელი ბავშვის აღზრდა, მომიწია ბავშვის გაშვილება, მყავს დღეს ქმარი შვილები, რაღაცა არიციან შენ შესახებ, მე ყველაფერს მოგიყვები ადამიანურად და დავიშალეთ. მეტი კი არ გვიდი ჩვენ არაფერი. არა. მაინც არ ასვენებთ გამჩენი. თუ ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ რამე კითხვები გაქვთ, შეგეძლიათ აი აქ დასვათ კითხვები და გაგცემთ პასუხებს. მე კიდე გავაგრძელებ საუბარს. რატომ კაც დედებს გამჩენებს გონიათ რომ ჩვენი გამოჩენით მათი ცხოვრება დამთავრდება. რომ გამოვაჭენებთ ყველგან, რომ ყველა გაიგებს მათ შესახებ და ასე შემდეგ. არა ხალხო. არა, ну რა ჩემ შემთხვევაში პრინციპში მეც მოვახერხე ის რომ მართლა ბოლომდე ჯიგრულად აუდექი იმ ხალხს გვერდით და მისი სახელმწიფო არ მიხსენებია არსად. თუ გარცოდა ეს ინფორმაცია ძალიან ისე ცოტაში და წრეში, ისიც იმიტომ რომ იცოდნენ ამ სოფელში ამ ისტორიის შესახებ და ეს შეიმბრალი არ იყო. ხო და ხალხო, ნუ იფიქრებთ რომ ჩვენ რაღაცა თქვენი ცხოვრების დანგრევა გვინდა. ნუ იფიქრებთ. უბრალოდ მესმის რომ შოქში ვარდები და მართლა პანიკა გემართებათ ჩვენი გამოჩენით მესმის და ეს მოსალოდნელიც არის და ჩვენ მზად ვართ ამ მდგომარეობისთვის. თქვენ არ ხართ ამის მზადვარი, ჩვენ მზად ვართ. ხო და აქ რაღაც მორალს კი არ გიკითხავთ და არ იფიქროთ რომ რაღაცა მორალისტობა დავიწყე. არა, უბრალოდ გასწავლით ჩვენთან ურთიერთობას. ანუ გასწავლით როგორ უნდა მიუდგეთ იმ გაშულებულ ბავშვს, რომელიც ადრე თუ გვიან გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში. არ დაუწყოთ ჩხუბი, არ მოუწყოთ ისტერიკა, არ მოუწყოთ პანიკა, უბრალოდ დასხედით როგორც ეს დასრული ადამიანები და აუხსენით რაც მოხდა. უთხარით თქვენი მდგომარეობა და ამით დამთავრდება ყველაფერი. არავის ინტერესში არ შედის თქვენი ცხოვრების დაკრევა. მერწმუნეთ. და რაღაც როგორ გამოდის იცი რომ აი ხა გუშინაც რა ერთ-ერთი დავებოვეთ ეს გოგო ისე საუბრებოდა რომ ანუ არ იფიქრო რომ მე შენი ცხოვრების დაკრევა მინდა. ეს გოგო არის საოცარი გოგო. და აი ისე ლაპარაკა გუშინ მართლა გული მომიკვდა. მეუბნებოდა რომ მე არ მინდა შენი ცხოვრების დაკრევა. მე არ ვაპირებ შენი სახელის საგვარის ესე გამოჩენება შენი ფოტოების და უბრალოდ მე მაქვს იმის უფლება რომ ვიცოდე სიმართლე ჩემ თავზეო. აი ხვდებით ეს რამხელა სტრესია ეს ჩვენთვის ხვდებით ოდნავ მაინც შედიხართ მდგომარეობაში. ხო ძალიან გთხოვთ რა, აი ძალიან გთხოვთ ესე ნუ ექცევით შვილებს. ნუ ექცევით. ისინიც ისეთი ბეშულები არიან, როგორც სხვა შვილები, რომლებიც სახლში ყავთ. მე შვილი მყავს და აი რაღაც ცხოვრება არ დამინგრიო. ეს არ არის შვილი. რა თემაზე წარდა დავიწყო საუბარი, ყოველ სამთვანამდე მივდივარ. არა. არა. აი დაიჯერებთ რომ გითხრათ რომ ამ თემაზე საერთოდ არ გვისაუბრია. როდესაც მოუყევი ის რაც მოხდა, ჩვენი პირველი შეხვედრის დროს ერთადერთი რაც მითხრა იყო ის რომ თავი დაანებეთ რომ მიეციო. ანუ აბსოლუტურად ამ თემას არ შევკრებივართ, არ გვისაუბრია. საერთოდ არ გვისაუბრია, რა მოხდა და როგორ მოხდა, არც ამ თემაზე არ გვისაუბრია, იმიტომ რომ ის არის იმდენად თავშეკავებული ადამიანი, ანუ ვერ წარმოიდგენთ და რაღაცა უარყოფით კომენტარებსაც რო წერდა, მაშინაც რო წერდნენ ვიღაცები, მაშინაც მითხრა რომ საერთოდ არ იფიქრო ამ თემაზე რა.
ეს ზედა მაჩუკა ერთ-ერთმა მაღაზიამ და არ მახსოვს სახელი, ეს საათიც მაჩუკა ერთ-ერთმა მაღაზიამ, რომელიც მონიშნული მყავდა და სამწუხაროდ არ მახსოვს, მაგრამ თუ ამ სტორის უყურებ, მომწერეთ და თავი დამოგნიშნავთ, ეს ვიყიდე ათენში. ეს ბრუსელში. სად მოასწრეთ ნახო არ ვიცი. ეს ჩანთა მაჩუკეს. არ მახსოვს. თუ ამ ჩანთის ჩუქებლები მიყურებთ, მომწერეთ და თავიდან მოგნიშნავთ. ზოგადად ტანსაცმელს, აქსესუარებს, ან ჩანთებს, ფეხსაცმელს ასე შემდეგ ძალიან იშვიათად ვხდობ, იმიტომ რომ მუდმივად თანამშრომლობ სხვადასხვა მაღაზიასთან და ამიტომაც საბედრობ ხოლმე. მაგრამ ესენი შარშანდელი გამოგზავნილია და ამიტომ არ მახსოვს. ჩულები მოსმენ დავთვალობენ რა გიკვირთ ბოლომდე არ არის სამწუხაროდ აი ეს მისი შეფასული. რა თქმა უნდა. ბევრი ჯაფა გავწიეთ სხვათა შორის მამის გვარის გაგებაში და მეხმარნენ ბიძაშვილები მისი მხრიდან. კი უკვე მესქვიშდები წასხორელი კაცი, აი ვერ წარმოიდგენთ იმდან წახორელი ადამიანი. რა შეიძლება დრო ჭირდება თუ არა? არა, დრო არ ჭირდება. არ უნდა და ხარ დააძალებ ადამიანს კაცი. კაც არ უნდა ადამიანს, მაგრამ არ მისცემ. ნახეთ აქ როგორი მდგომარეობა, გაყინულები კი არ არიან, უბრალოდ მათთვის ბავშვები არიან, ეს გაჩენილი ბავშვები არ არიან მათი შვილები, ხვდებით, ანუ ვერ და არ აღიქვამენ საკუთარ ნაწილად რა, იმიტომ რომ ოდესღაც სადღაც აი რამდენიმე წლის წინ ეს ფურცელი რო გადაშალეს და წიგნი რო დაკეტეს, ამით დამთავრდა, ხვდებით? ანუ ვერ აღიქვამენ, იმიტომ რომ აი ხა წარმოგიდგენთ ვიღაცა უცებ რომ მოგიყვანან ვიღაც 30 წლის ადამიანი და გითხრან რომ შენი შვილია, ხო ვერ აღიქვამთ. ზუსტად იგივე დამოკიდებულება აქვს მათაც, თუ ბავშვები მოპარულები არ არიან. თუ მოპარულები არ არიან და საკუთარი ნებით ხოთ გაშულებული, ხშირ შემთხვევაში, უმეტეს შემთხვევაში, ყველას არ გულისხმობ. არ იხებენ. აბა ბოდიშნა მოგიხადოთ ყველა კითხვას პასუხს ვეცდები, იმიტომ რომ არის რაღაც კითხვები ძალიან ისეთი ინტიმური, ასე ვთქვათ, რომელზეც მე თვითონაც ჯერჯერობით პასუხი არ მაქვს და ცოტა მიჭირს პასუხების გაცემა. მოვედი სალონში თმის სავარცხნად და გიომ რაღაც არ მომწოსო თმის ღეროები, იმიტომ რომ ჭაღარა შემომერია და მოდი უცებ გადაგდებავო. მე თუ ეს რადგან დამიდგა ჩაწერის გარეშე მღებავს, გიო, მერტო. გიო. ხალხი მეკითხება, შენი პირვანდელი სახელი რა იყო და თქვა? ჩემი. თქვი. აუ არა. მოკლედ, ხო გაირკვა რომ ეს სახელი არ დამარქვეს. მაგრამ იურისტმა მაინც დამარქვა სახელი. ან ბებიამ, იმიტომ რომ დაბადების მოწმობა აქვს იურის აღებული, მეორე სამფიროს იურის მერი უხაშოს, რომელმაც თავად საკუთარი ინიციატივით ჩამიწერა სახელი. თქვა, იცი შენ რამე თქვა? ვიცი. არ ვიტყვი. არა. ალბათ თერიცხლება ვერ გავაკეთებ მაგას. თქვა ხომ იცით რომ სტილისტი არის ადამიანი, რომელმაც იცის თავის მომხმარებლის ყველაზე მეტი საიდუმლო. ხოდიო? კი, პირველი ადამიანი ვარ მე. სახელით გვარით ყველაფერი. შენიგებ და მე არ დარჩენი მომსახურე მომუშავე პერსონალი. ხო და ნუ ახლა სანდროს არ გულისხმობდა მეკობრებს. ხო და თუ რამე გაინტერესებთ, ჩემზე შეგიძლიათ მოხვიდეთ Goodwood-ში და დაუჩნდეთ გიოს. გადაუხდით ცოტა მეტფულს. რაღაცებს გაიგებ. ინფორმაციის მიღება ფასიანია, გეტყვი? ფასიანია, დაიმატება პროცენტი. ერთ რაღაცას ვიტყვი. სანდრა რო გამიჩნდა, მივიდა და დამერქმია დათუნა. ძალიან მომწონს ეს სახელი, ნუ აი ვგიჟდები ბავშვობიდან და დედაჩემმა ქვა რო აქდო და თავი შეუშვირა. მოკლედ არაფერ არ დამარქვევინა და სხვადასხვა დედაჩემმა თქვა რომ სანდრა დამერქმია.
მე რაც გავიგე რომ ვიყავი აყვანილი თავს ვიკლავდი აი თავს ვიკლავდი რომ მეთქი უეჭველი მეთქი ან მამა ჩემს ან ჩემს ძმას ქვია დათო თქო რა ანუ შანსი არ არის რომ დათო არ ერქვას გაირკვა რომ არ ქვია არც ეს დათო და მე გავიგე მოკლედ რომ ჩემ დაბადების გრაფაში მამის სახელი ეწერა დავითი არავინ არ იცის საიდან მოიტანეს და არავინ არ იცის ვინ არის ეს მითიური დავითი მაგრამ მამის სახელში ეწერა დავითი ძალიან აი რავი ძალიან უცნაური არ არის ესეთი თხოვნასავით შემოვიდა რომ ძალიან გთხოვე მიმართეო ბიოლოგიურ დედებსო რომ რომლებმაცო თავის დროზე საკუთარი ინიციატივით გაგვაშულესო რომ ნუ გვატყუებენ და ნუ გვეუბნებიან რომ სამშობლოდან მოიპარეს შენი თავიო და მოდით ქალბატონებო ესე დავლატეთ პირველ რიგში თუ ბავშვს აქვს პირველადი სახელი და გვარი ანუ საკუთარი გვარი თუ არსებობს მისი გაშულების დოკუმენტი და თუ არსებობს დედის ვინაობა, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ბავშვი თქვენ თავად დატოვეთ და ვერაფრით ვერ მოგვატყუებთ იმას თითქოს და ბავშვი მოყვანეს სამშობიაროდან და ხელი მოგაწერიოს ბავშვის გაშულებას. ხელი შეიძლება მოაწერიონ ბავშვის გარდაცვალების ცნობას, შეიძლება ოდესღაც მოაწერიოს ბავშვის გარდაცვალების ცნობას, მაგრამ ამ შემთხვევაში იქნება მხოლოდ გარდაცვალების საბუთი და არა გაშვილების. კიდევ უფრო მეტად რომ შევუღრმავდეთ ამ თემას. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც დედის მონაცემები ფიქსირდებოდა, იყო მანანა ალფენიძის, რომელსაც შვილი თბილისის მეორე სამშობიაროში მოპარეს და გააყენეს ამერიკაში და მართლა დედის სახელი და გვარი დაუტოვეს ბავშვს. თუმცა მანანას შემთხვევაში ის ბავშვი არ არსებობდა და თელმა სანათესაომ ნახა ასე ვთქვათ გარდაცვლილი შვილი მეორე სამშობიაროში. სხვა შემთხვევაში, არც ერთ შემთხვევაში მოპარული ბავშვის საბუთებში მისი ბიოლოგიური გვარი არ ჩანს. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ბავშვი არის მოპარული. თუ თქვენ მოგვართოთ ბავშვებს, თუ თქვენ საბუთში არსებობს გვარი, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ მოპარული არ ხართ. ასე რომ დედებო, მაინც გაიგებთ თქვენი შვილები და რა აზრი აქვს. რაც შეეხება შემდეგ საკითხს. თუ ბავშვი იყო გადაყვანილი ბავშვთა სახლში, ესეც ნიშნავს იმას, რომ ბავშვი იყო დატოვებული დედის ნებართვით. კიდევ ერთ ისტორიას მოვიშველიებ, ლიკა ჯიშკარიანის ისტორიას, როდესაც ლიკა მართლა მოიპარეს სამშობიაროში და მართლა გადაიყვანეს ქუთაისის ბავშვთა სახლში, თუმცა მის მონაცემებში ფიქსირდებოდა არარსებული ქალის სახელი და გვარი და ისიც იმიტომ მოიპარეს სამშობიაროდან, რომ წინასწარ იყო შეკვეთა, ასე ვთქვათ, ბავშვზე, რომელიც უნდა გაეფორებინათ ბავშვთა სახლიდან თითქოს და ის ბავშვთა სახლიდან აიყვანეს. ოღონდ ეს შეკვეთა ლიკას მშობლებისგან არ იყო და მე ლიკას მშობლებმა მოახერხეს ის, რომ თანხა არ გადაიხადეს, ანუ ვიღაცების ჩარევა მოუწიათ. ასე რომ თუ თქვენ ხართ ბავშვთა სახლიდან გაშულებული და თქვენ გაქვთ სახელი და გვარი, თქვენ არ ხართ მოპარული. დედებო, ნუ იტყუებით. ძალიან უხერხულია მეორედ რომ იწყებთ ურთიერთობას ისე. ით როგორ შეხედეთ ამ ყველაფერს, რომ აი მე ეხლა რო ვფიქრობ რა და რო ვფიქრობ რომ მე რო გავზრდილიყავი ჩემ ბიოლოგიურ დედასთან, ხო? ანუ ვერასდროს ვერ მექნებოდა ის სითბო და ის სიყვარული, რაც მქონდა ამგვარ მშობლებთან და ვერ მივახცევ ცხოვრებაში, მართლა ვერ მივახცევ ცხოვრებაში იმას, რასაც ეხლა მივახცევი. თუნდაც იმიტომ რომ მე რო არ გავეშვილებინე, რეალურად ხარ მოხდებოდა ეს ყველაფერი. ანუ კარგიც ხო მოხდა. ხო და მოდი კარგი შევხედოთ რა. რომ არ ხარიყო ცუდი, მე კარგი არ მოხდებოდა და მე მგონია მაინც რომ ჩვენ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება იმიტომ რომ მე რაღაც მოხდეს და ის რაღაც იქნება კარგი. და კიდევ ერთი, სამწუხაროდ ძალიან ბევრ ბავშვს აქვს იმის იმედი რომ ის არის სამშობიაროდან მოპარული და ებღაუჭება რაღაც იმეს რომ დედას ის უნდა, მაგრამ დედას წაართვეს. მე პირადად ეს როლი არ მქონია არასდროს, ანუ არასდროს ამდენია ის რომ მეყოფილიყავი მოპარული შვილი, იმიტომ რომ ეს იქნებოდა ჩემთვის 100 მაგი ტრაგედია და 1000 მაგი ტრაგედია ეს იქნებოდა, ალბათ ამას ვერ გადავიტანე. მაგრამ რა მოხდა მე, ანუ აი რაღაცნაირად, აი მარტო ჩემ თავს კი არ ვამშვიდებ, თქვენც გამშვიდებთ, რომ აი რა მოხდა? ცხოვრება გრძელდება, ზოგი დედა მიატოვა, ზოგი მამამ, ზოგი ქმარმა, ზოგი შვილმა და ზოგი ცოლმა და ასე შემდეგ. ანუ ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო, არა უშავს. რა მოხდა მე ვიღაცას არ უნდოდით, ვიღაცას უნდოდით. ერთ გამჩეს არ უნდოდით, მაგრამ ამ ყვას უნდოდით და მან გაჩუქა ბედნიერება და მან გაჩუქა ლაყი ბავშვობა. დადებითად შევხედოთ ამ ყველაფერს.
დავით შეროზია რომ არის ელე ნახეთ რა ხდება ეს შეგრძნება ჩვენ არ გვექნებოდა ჩვენს გარემოსვას რო არ შთაეგონებინა ჩვენთვის და რო არ დაეწყოთ ამაზე საუბარი რომ აი შენ ღალატობ შენ მშობლებს რეალურად ეს რა თქმა უნდა არ არის და პირიქით ჩვენ ვალდებულები ვართ რომ მოვიძიოთ ჩვენი საკუთარი გვარი და ვინც ამას ამბობს ის უბრალოდ ან გაუნათლებელი ადამიანია ან ძალიან ბოროტი ასე რომ აი ეს შეხედეთ ამ ყველაფერს აქვე მე ბრაზი არ მქონია არასდროს მე უბრალოდ მივიდა კითხვებზე პასუხების მიღება გაბრაზებული ვარ იმის გამო რომ ვერ მივიღე კითხვებზე პასუხები და არ იმის გამო რაც გაკეთა პირიქით რაც გაკეთა ჩემთვის იყო პროდუქტის სანამ პრეზენტაციაზე შევავკეთოთ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ტესტებზე არის ფასტაგლეფე 16-ის ჩათვლით და ვისაც შეგიძლიათ ვისაც უბრალოდ გიგდიათ ზედი თანხა და ვისაც შეგიძლიათ რომ ძალიან დიდი სიკეთე გააკეთოთ თხოვთ ერთი ტესტი გაიკეთეთ და აი მართლა უბრალოდ თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ შეიძლება რომ გაშუქებულს თქვენი ერთი ტესტი დაეხმაროთ